მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს ვიდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი ვიდეო. ახალი აღჭურვილობა ჩამომივიდა სათევზაო. სპინინგის სატყუარები, სილიკონის სატყუარები, რომლებიც გამოვიწერე AliExpress-იდან და საკმაოდ მალე ჩამოვიდა სხვათა შორის დაახლოებით 20 დღეში უკვე ადგილზე იყო გამოწერიდან და მინდა დღეს თქვენთან ერთად განვიხილო ეს სატყუარები. ძალიან ბევრ განხილვას უყურე რუსულ ვიდეოებს ძირითადად, სადაც ძალიან აქებენ ამ სატყუარებს და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეც გამომეწერა ეს სატყუარები. გუში ვიყავი სათევზაოდ და წინა დღეებში ნახავდით ჩემს ახალ ვიდეოს, სადაც ზუსტად ამ სატყუარებზე თევზაობდი. რამდენიმე სატყუარა გავტესტე, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სატყუარის ბრალი არ იყო და ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან პასიურობდა თბილისის ზღვაზე თევზი. თუმცა მინდა კონკრეტულად განვიხილო დღეს თქვენთან ერთად ეს სატყუარები და მოდით დავიწყოთ. თითო შეკვრა დაჯდა დაახლოებით 4 ლარი, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ მისაღები ფასია და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თითო შეკვრაში არის მინიმუმ 10 სატყუარა და მაქსიმუმ 20, აი მაგალითად აი ამ სატყუარებში, ამ შეკვრაში არის 20 ცალი სატყუარა და ვფიქრობ, რომ 4 ლარი ძალიან მისაღები ფასია. რაც შეეხება თვითონ სილიკონის ხარისხს. სილიკონის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, არის რბილი სილიკონი, რომელიც ელასტიურია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გატარების მეთოდი ექნება. სუნს რაც შეეხება, როგორც ჩანს, არომატიზატორებით არის გაჯერებული, ასევე მას აქვს მარილები ეგრეთ წოდებული და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ხარისხიანი სილიკონია. ნუ არ ვიცი, კარგად ჩანს თუ არა, ესე და განახებთ ვიდეოში. ჩემი აზრით უნდა იმუშაოს და ვფიქრობ, წარმატებული იქნება. მე არ მინდა ისე გაიგოთ, რომ გადახვიდეთ მხოლოდ ამ ბრენდზე და სხვა ბრენდის სატყუარები არ გამოიყენოთ. უბრალოდ მე თქვენ გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც მე მაქვს და ჩემს ახალ, ესე რომ ვთქვათ, აღჭურვილობას გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ბრენდები არსებობს თბილისში და ძალიან კარგი ბევრი ბრენდი იყიდება, თუმცა ვფიქრობ, ახალს რამეს თუ შემოვიტანთ და სიახლეზე გადავალთ, არც ეგ არ იქნება ცუდი. სხვადასხვა ტიპის სატყუარებია, სხვადასხვა ესე იგი სიგრძით, წონით, ფერებით, სუნით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და ხარისხიანი და წარმატებული სილიკონები უნდა იყოს. აი, ასევე არის ესეთი ვარიანტი. ესეთი. ნუ ესენი დიდი ზომები, ორი დიდი ზომა გამოვიწერე. ეს არის, მოდი ვნახოთ. ეს არის დაახლოებით, არა ზუსტად ვიტყვი პრინციპში. ეს არის 5 სანტიმეტრი, 5.5 სანტიმეტრი. მისი წონა არის დაახლოებით 1 გრამი და ზღვაზე მაგალითად, სადაც დიდი ქორჭილა ბინადრობს, ვფიქრობ, მისწრება არის და მისაღებია. ნუ რადგანაც ზღვაზე ბევრი ეგრეთ წოდებული ზაცეპი არსებობს, ანუ გამოდების საშიშროება ბევრია, 4 ლარი ესეთი სატყუარებისთვის ვფიქრობ ძალიან მისაღები ფასია რა. ასევე ჩვენ გვაქვს აქ მინიატურული სატყუარა, რომელიც არის 40 მმ-მდე, ანუ 40 მმ დაახლოებით, ანუ 4 სანტიმეტრი, რომელიც საშუალო ზომის ქორჭილაზე, თუნდაც კუსტვაზე ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იქნება. ამას აუცილებლად მე ყველას გავტესტავ, მაქსიმალურად გავტესტავ, კონკრეტულად დავუთმობ ვიდეოებს და გაჩვენებთ და ერთად ვნახოთ თუ როგორი შედეგი ექნება ამ სატყუარებს. ძალიან დიდი არჩევანია რა, ეს სატყუარიც ძალიან მომეწონა მე მაგალითად, ნახეთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება ეს სატყუარა და ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება. ნუ ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ვამბობ, კონკრეტულად გავტესტავ კონკრეტულ წყალსაცავებზე და საერთო შედეგს მოგახსენებთ. ნუ პრინციპში სულ ეს იყო რაც შეიძლებოდა მე თქვა თქვენთვის. გირჩევთ რომ ერთ და იგივე სატყუარებს არ გაჩერდეთ, აუცილებლად ატარეთ ყოველთვის ექსპერიმენტები, რადგანაც ზოგადად სპინინგის თევზაობა არის ექსპერიმენტები. შეიძლება ძალიან ბრენდული სატყუარა არ გქონდეთ და გქონდეთ თუნდაც ლარიანი სატყუარა, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობდეს. ამიტომ მრავალფეროვნება არის საჭირო აღჭურვილობაში და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ერთ ბრენდზე, რომელიც ვიცით უკვე რომ კარგად მუშაობს, არ გაჩერდეთ. ყოველთვის გქონდეთ სათადარიგო ვერსია, რამაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ძალიან დიდი წარმატება მოგიტანოთ. მოკლედ, ამით მინდა რომ ჩვენი პატარა მიმოხილვა დავასრულოთ, ზოგადი განხილვა მინდოდა გამეკეთებინა, კონკრეტულ განხილვას აუცილებლად თევზაობის მომენტში გავაკეთებ კიდევ ერთხელ ვამბობ და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ეს სატყუარები, შემიძლია ვიდეოს ქვევით აღწერაში დავწერო ლინკი, საიდანაც მე გამოვიწერე და
შეგიძლიათ თქვენც გასინჯოთ და ნახოთ. ასევე მომახსენეთ კომენტარის სახით თქვენი აზრი ამ კონკრეტულ სატყუარებთან დაკავშირებით, ვინმეს თუ გაგიტესტავთ აქამდე და იცით თუ როგორი შედეგი აქვს. ჩვენი ვიდეო მივახლოვდა დასასრულს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მეგობრებო, გამოიწეროთ ჩემი არხი და მოუნიშნოთ ზარიზღილაკი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი ვიდეო, რასაც მე ავტორთავ, იმიტომ რომ ძალიან კარგ და საინტერესო ვიდეოებს პირდებით შემდგომში. აუცილებლად დაალაიქეთ და კომენტარის სახით დაწერეთ კითხვები თუ რაიმე გაქვთ ან ზოგადად თქვენი აზრი ამ კონკრეტულ ვიდეოსთან დაკავშირებით. ეხლა კი დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.